ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც გითხარით, მარინა ბერიძესთან ერთად ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. და ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად ნინო ქათამაძე და მიკა მდინარაძე არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ დღეს. მოგესალმებით თქვენ, მივესალმები მაყურებელს და არ ვიცი, საოცარ ქვეყანა გვაქვს ნამდვილად და ეს ორი ადამიანი, რომელიც უწყვეტი რეჟიმით მიტინგზე არიან და ერთხელ მიკა იყო ცალკე, ერთხელ ნინო იყო ცალკე, თავთავისი სათქმელი თქვეს და აი ეს არის დღეს რაც ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აქ მოხდება ის, რომ ერთმანეთისთვის შეიქმნა მიკას ახალი სიმღერა. აი ამ ამბავს საოცარი რამეა საერთოდ მუსიკოსობა და იცი რა ძალიან ბევრჯერ მეუბნეოდნენ მე ამდენი წელია ამას ვაკეთებ და მეუბნეოდნენ რომ ეს რა აიჩემეო ვიღაცაზე რომ იძახიო ძალიან მაგარი მუსიკოსია და მაგარი მოქალაქე ძალიან ადრე დავიწყე ამაზე ლაპარაკი აი ეს არის როცა ხარ კარგი მუსიკოსი და კარგი მოქალაქე სხვანაირად ვერანაირი შემოქმედება ვერ შედგა და ეს ხომ უნდა ვიპოვოთ ყველაფრისგან რაღაცა პლუსები. ის და ყველაზე დიდი პლუსია, რომ ასეთი სამოქალაქო საზოგადოება დგას იქ, რომელიც შედგა და ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხო რა არის, იცით, პროფესიებად რომ მოდიან და ყველა თავის პროფესიაში ძალიან დიდ რაღაცას წარმოადგენს. ყველა შემდგარია იქ. ის არის განსხვავება იმ მიტინგს შორის 20 ლარად და 30 ლარად რომ მოყავს და ეს არის სრულიად საქართველოს დგას გარეთ. და კიდევ იმის დრო აქვს, რომ შექმნას რაღაც. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და დღეს არ ვიცი, ღამე ჩამიგდო მიკამ სიმღერა, რომელზედაც არ ვიცი, აი იმ წუთში ისეთი რაღაცა დამემართა, რომ მე მგონი თქვენც იგივე დაგემართებათ, ხო იცი რომ არ მეშლება ეგეთი რამეები და ნინო, რომელიც ხვანაერი ნამღერი გაქვს. აბსოლუტურად სხვა. იმედი ჩამესახა, სინათლე წამოვიდა. ის არის დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს სინათლე დავანახოთ და სიმართლის დრო მოვიდა. ყალბი არავის არ უნდა, არც არტისტი, არც მომღერალი, არც ქიმიკო. სიყალბე თურმე ყველაზე საშინელება არის სიყალბე. შენ თუ გახსოვს და სანდრო თუ გახსოვს, მარტში ვთქვი, რომ მგონია რომ თავიდან დავიბადე და სილაღე დამიბრუნდა თქო. იმიტომ რომ დავინახე ლაღი და ნიჭიერი ადამიანები გარეთ. აი ახლა არის პიკში ეს ყველაფერი და უერთდებიან და ძალიან ბევრი ხალხია. ძალიან ბევრი ხალხია. და აი ამ სიბევრეში კიდევ ხედან და მუსიკას ქმნიან. წინა პარასკევი. აი ეკა ჭაბაშვილის და ნინო ჟვანიას ის სრულიად სპონტანურად საოცარი ნაწარმოები და სასტვენთან ერთად და მე და მაია გავდივით და ოპერატორი შეხვდა ეს შტოკჰაუზენი იყო და ჯერ რა დამემართა იმანეს რო იცოდა გავშეშტი ასეთია ჩვენი საზოგადოება რომელსაც ძალიან დიდი ანგარიში უნდა გაუწიოს ყოველთვის ყველა ხელისუფალმა ასე იქნება მე ამის მჯერა რომ აწი უნდა ხალხს დაუჯერონ იმიტომ რომ ძალიან მაგარი ერი ვართ აი და მიკა მოყევი რა მოგესალმებით ხო ყველაზე მაგარი რაც არის ხა ყველაფერში ისე როგორც ფაზებად ხო მიდის ეს ყველაფერი გავიარეთ არჩევნების მერე რაღაცა ნიჰილიზმის რო ჩავკრით საწოლიდან ვერავდექი მახსოვს 2 დღე მერე იყო რაღაც ენერგია წამოვიდა ისევ და მივხვდი რომ არა ყველაფერი კარგად არის შეგვიძლია ჯერ კიდე ბრძოლა მერე იყო ეს უბედურება რომ უცბად გვითხრეს რომ არაო ეხა არჩევნები კი არა საერთოდ აღარ გაიხედა აღარაფერი
ხო და უცბად ვნახეთ რომ სულაც არ ჭირდება ხალხს არანაირი ორგანიზება, თვითორგანიზებითაც ხდება ისეთი რაღაცეები და იმ მასშტაბების. ზუსტად ეგ მომწონს. რომელიც ალბათ რთული წარმოსადგენი იყო მაინც, ხო? ეხლა ეს 100,000-ობით ადამიანი რეგულარულად იცავდეს მშვიდობიანად გამოხატვის კონსტიტუციურ ჩარჩოებში ძალიან ბევრ ქვეყანას არ დაესიზმრება ჩვენზე ბევრად განვითარებულს. არა. და ესეც მოხდა. მე და ნინო პერიოდულად სულ ხვდებოდით ხოლმე ასე რა ქვია შეკრებებზე, აქციებზე, გადავკოცნით ერთმანეთს, ჩავეხუტებოდით. იქ ხო ესე ხდება, აი რაღაც პატარ მოკლე კონტაქტები და გაუცვლიან ემოციებს ადამიანები ერთმანეთს. ეს მოკლე კონტაქტები, ეს არის ნეიროქსელი რეალურად. რომელიც იბადება ახალი თავის თვინ ეგრე მუშაობს, ახალი კონტაქტები ხდება ნეირონებში, აი ზუსტად ამ პრინციპით მუშაობს და იზრდება რაღაცა ახალი და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ისეთი, რომელიც შესაძლებელია ჩვენ კიდევ ვერ ვიგრძნოთ ჯერ რამდენად შეცვლის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის სახეს უკეთესობისკენ და დარწმუნებულია რომ ესე იქნება. ხო და ნუ ერთ-ერთ შეკრებაზე, იცი რა, არის მომენტი რომ შეიძლება რაღაცა გინდა რომ დაწერო, მაგრამ თავი არ აგაკ. ნუ აღარ აგაკ, ენერგია არ აგაკ რაღაცნაირად და აი ზუსტად ეს ხდება იმ აქციებზე. ასე კვებავს საზოგადოება ერთმანეთს და ნინო მითხრა რომ რაღაც გავაკეთოთ. ასე რომ ჩემი დამსახურება ნინოს დამსახურება უფრო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნეირონებით ვიყავი მოსული. ხო, იყო მოსული და თქვენ შორის ხდება ქიმია. ხო, ნუ 30 წელია მე და ნინო მეგობრები ვართ და 30 წელია ჩემს სულში და გულშია ყოველთვის და არის ეგეთი რაღაცები, მართლა გჭირდება ვიღაცა, ვინც გეტყვის რომ აი ახლა რაღაცა ფოკუსირდი და გააკეთე. რა გამოვიდა, არ ვიცი, ანუ ემოციურად მე სიმღერა არ დამიწერია. ეს იყო თარგმანი ვერბალურიდან ვთარგმნე ის რაც მინდოდა რომ მეთქვა. და სვაჩერს ესეც ნინოს დამსახურება, მითხრა მე ვარ ჩავწერ თუ შენთან ერთად არ ვიმღერებ. ხო და ვერაფერი მომღერალი ვარ, მაგრამ ნინოსთან ერთად გავუბედე. ყოველ შემთხვევაში ეს არის ამოცანა ამ ტექსტის ერთის მუსიკა, ტექსტი პარალელურ რეჟიმში ენაცვლებოდა ერთმანეთს და ნინოს სხვა ყურში ცხადია, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე ნინოსთვის არის დაწერილი. უბრალოდ მინდა ვთქვა ის, რომ ეს ყველაფერი არა პესიმიზმით, არამედ ძალიან დიდი ოპტიმიზმით შეიქმნა. ზუსტად ეგ მომეწონა. ძალიან დიდი ოპტიმიზმით და მარინა გადასარევად იცი და უწყი რომ მუსიკალური ინტუიცია ძალიან მნიშვნელოვანია. და ის არა მარტო მუსიკაში, არამედ ცხოვრებაში გადგება და აი ეს ინტუიცია რომ ჩამერთვება ხოლმე, მაშინ კარგად ვარ. და ეხა ეს ინტუიცია მაგრა მუშაობს და ზუსტად ვიცი რომ ყველაფერი ძალიან მაგრა იქნება და სხვანაირად არ შეიძლება. არ შეიძლება. აი ხო არის რაღაცეები რომ არ შეიძლება. აი ეს არ შეიძლება. ფიზიკის კანონს იმ ბიჭების სიჩდომა არ შეიძლება. არ შეიძლება რაღაც. შეუძლებელია ამის მიღება ერთი, მეორე გატარება და მესამე უბრალოდ ხო გეუნებით, არის რაღაცა კანონები, რომელიც არ ირღვევა, ვერ ირღვევა. სამყაროში ასე ვერ ირღვევა და არ დაირღვევა ის, რომ ეს ადამიანები, რომელიც თავისუფლებისთვის ნამდვილად სრულიად უდანაშაულოები. ნამდვილად და არავინ არ მითხრას რომ იმან რაღაცა ხვირპირდალეწილები, შეურაცხყოფილები, მაგრამ ძალიან დიდი გმირები. ძალიან დიდი გმირები. არ არსებობს მაგათი გამოკეტვის შესაძლებლობა, უბრალოდ არ არის. და ნუ ახლა ამათ თუ გონიათ რომ ვიღაცას ორი კვირა გამოკეტენ, ეს რაღაცას შეცვლის, არაფერს არ შეცვლის, გარდა იმისა, რომ უფრო გავიზრდებით, უფრო მეტი ვიქნებით, უფრო კონცენტრირებული ვიქნებით და ეს ქვეყანა განწირულია იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი და ევროპული. სხვა შანსი არ არის. ნამდვილად. ნინო, ყველას ძალიან რამაც გამაოცა, რომ მოვისმინე. ჩემთვის იყო ახალი ნინო. ეს ძალიან კარგი მოსასმენია. ხო, აი ის ახალი ბგერები გაჩნდა და ხაცა დიდი სინათლე წამოვიდა ჩემთვის.
მე რაღაც მიყვარს ხოლმე ვიზუალიზაცია სიმღერების აი ემოციურად და ამისთვის შენ ძალიან დიდი მადლობა და ანუ მიკროფონი აიღებ ერთ ჩასუნთქვაზე ჩაწერე თუ როგორ ქენი თავარი იყო ის რომ ყოფილიყო ორი ხმა ხო ორი ერთი ხმა მიშას და კაცია და ქალი მაგრამ ტექნიკურად რო ვთქვათ ქალისთვის ძალიან მაღალი ტონალობა მაგრამ მუსიკაში ხო არსებობს რაღაცა როდესაც იბადება იმას თუ ცვლი ყველაფერი იცვლება და ამიტომ ემოცია იცვლება ჩვენ თქვით რომ მოდი მოვსინჯოთ ვნახოთ რა იქნება და ხმებში გავაკეთოთ ნუ მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ისეთი დრამატურგია აქვს რომ რაღაც არაფერი არ მეორდება და ყველაფერი რაღაც ისე ვითარდება რომ სადღაც ძალიან სინათლეში მთავრდება და არ მთავრდება გრძელდება ეს არის მართლაც ისეთი მნიშვნელოვანი ჩემთვის რომ იყო კიდევ გააგრძელო და იყო იმ პროტესტის ნაწილი და იმ იმედის ნაწილი რაც დღეს გარეთ ხდება და რაც მთავარია რაც მე დავინახე და ასე ვთქვათ ერთმანეთს უზიარებთ საუბრობთ ხო და ვიჯერებთ ერთმანეთის მოსაზრებებს ჩემთვის ყველაზე მთავარია რომ დღეს ის ადამიანები რომლებიც გარეთ არიან რომლებიც აპროტესტებენ ჩვენ გვჯერა უკვე საკუთარი თავის აღარ არსებობს ის მომენტი რომ აღარ ეკითხები საკუთარ თავს კი არ ფიქრობ არამედ იცი და ზუსტად იცი არ ეკითხები იმიტომ კი არა რომ იმიტომ ყველაფერი ხდება ჩვენ მხარეს სამართალი ეს მართალი ბრძოლა ეს არის ბრძოლა ეს არის ბრძოლა სიმართლის მტკიცებისთვის ის რომ აქ სიყალბეს ადგილი არა აქ აღარ არის იმიტომ რომ ყველა ეტაპი გაიარა ადამიანმა მოთმინებისგან რთულად განვითარების რაღაცა სტატისტიკის ნაწილი ვხვდებით რაღაცა ველაპარაკებიან ტექნიკურ ენაზე და თითქოს ამის მიღმა არ არსებობენ ადამიანები. ისეთი რთულია იყო რომ ჩამოყალიბდეს თავისუფალ ქალად, ქალი არ არის ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ დედებს ძალიან რთული ცხოვრება აქვთ. ქალებს გვიკლავენ ის რომ თავისუფლად გამოხატო შენი აზრი, დარჩე როგორც ხალი. იცხოვრო შენი შვილისთვის, იცხოვრო მომავლისთვის და არა გტკიოდეს მხოლოდ დღევანდელი დღე როგორ გამოკვებო ადამიანი შენი შვილები როგორ იფიქრო განვითარებაზე, მომავალზე, გამრავლებაზე. პარალელურად მხოლოდ იმისთვის რომ შენი მოსაზრება გაქვს. ან თუნდაც ფიქრობ ამ მოსაზრებაზე. ხო აქ იმდენი რამე დაგროვდა ამის ხმარი დღეს რაც გარეთ ხდება და აქ იმდენი რამეა შეგნით და იმდენი ტკივილია გადატანილი რომ ეს ტკივილი ძალიან ხმამაღალია და ამას ის კი არა რომ არ გაპატიებს უბრალოდ უკან აღარაფერი აღარ არსებობს ხრამში ვართ იქედან ამოსვლას ვცდილობთ ამიტომ ერთადერთი გზა არის ამ სიმართლის გზაზე დარჩენა და მე გუშინ ჩემს მეგობარს რომ გაუზიარე ვთხარი რომ ერთი გუშინ გურულების მარში როგორი იყო არ ვიცი ეს რა ერხული ხო და მე ვთქვი რომ თუ ერთ დღესაც კიდევ შემატებს ძალას ჩვენი სიმღერა ხო მე ვიქნები ბედნიერი ანუ ყოველ ჯერზე გინდა რაღაცა აკეთო იმისთვის რომ კიდევ ერთი დღე იყოს სავსე ამენი მე ძალიან მინდა რომ გავუშვათ იცი რა და მიკამ ჯერ სიმღერა რო გამომიგზავნა მე მითხარო როგორ მაინტერესებს გასაკვირველია მე ვთხარი ამას ჭირდება და ერთად ვსაუბრობდით ამაზე რომ ვიზუალიზაცია ჭირდება და როგორ და ავიღე ყურმელი და კოტეურშაძეს დაურეკ იმიტომ რომ ჩემთვის გაჭირვების ტალკვესია ეს ბიჭი და ძალიან საოცარი ადამიანები მუშაობენ ჩვენ არხზე და ნოდო იქ იყო ჯაბაშვილი და ერთად ხმამაღალზე მე ვთხარი აი ახლა გამოგიგზავნით სიმღერას და აი ნახეთ და ეგ ნუ აი ამ ორმა ბიჭმა და ნუ ნოდოს არ ვიცი რამდენი მადლობა უნდა გადაუხადო ზემოწხედან ჩამოვიყვანა რომ
მაგრამ ვეღარ ვატევ ხალხს. საოცარი, მე არ ვიცნობ ესე და ის არის, იცი რა, ეს არის თანადგომა. ეს არის რაც გჭირდება. ის კი არა ეხლა ამ გაურთულო ადამიანს და კარგი ეხლა, ნუ. მაგრამ ის დროა რომ ის არის რაც გჭირდება კი არა, რაც უკვე გვაქვს. რაც უკვე გვაქვს. ნამდვილად. გავუშვათ და თუ დაგჭირდებათ რომ ვილაპარაკოთ. ნოდო კოტე მიყვარხარ. Bravo. Aise, nodo bravo. Bravo, akari da არ გვენახება. არა, საოცარი არის, კლიპი საოცარი არის, სიმღერა არ ვიცი როგორ შეიძლება დავარქვა, ლაღი ბრძოლა თუ ბედნიერი, აი არ ვიცი რა სიტყვები, თან არის მძიმე საყურებელი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეულია და წარმოუდგენელია ეს ყველაფერი და თან არის რაღაცა მართლა არ ამქვეყნიური ძალა ამ ხალხის რომელიც და ცოტა დაუჯერებელია რომ რამდენიმე დღის წინ ხდებოდა ეს ყველაფერი და ამ ყველაფერში ყველა ვიყავით ჩართული და ერთადერთი მაგარი რამე ის არის რომ ჩვენ ვარქმევთ ჩვენს ქვეყანას სახელს. აი ეს პროცესი მიდის ახლა. საქართველო ხდება რაღაც ახალი, იძენს ახალ კონოტაციას, იძენს ძალიან მნიშვნელოვან კონოტაციას, ეს არის
უზარმაზარი ტილო, აი ძალიან მეცხრე სიმფონია რომ დაიწერა ბეთჰოვენის კი მას მე მალერმა დაწერა, ბრუკნერმა დაწერა უზარმაზარი ტილოები, მაგრამ ის ხო რაღაცა სხვა არის. აი ეგეთი ტილო იწერება ეხლა საქართველოში, ეგეთი კომპლექსურობის, ეგეთი სირთულის ტილო იწერება. და ძალიან დიდი ბედნიერება ამის ნაწილი იყო. ნამდვილად. უზარმაზარი. ნამდვილად. ერთი პატარა, მაგრამ ძალიან დიდი კოსმოლოგიური მადლობა ოპერატორებს. ნამდვილად. ვინც ეს კადრები გადაიღო და ვინც თავს წირავს პრაქტიკულად, ხო ეს ხო თავის გაწირვა არის ცოცხალი გამოყვალ იქიდან თუ არა და ყველა ჟურნალისტ, ყველა ადამიანი. ზოგადად ყველას ვინც ხმას იღებს დღეს, ყველას მადლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეთი დღე გაიზრდება მხოლოდ. ეს ბრძოლა არის მხოლოდ გამარჯვებისთვის. ნამდვილად დარწმუნებული და ვარ, რომ ასე. თითოეულ ადამიანის გულში ეს უნდა იყოს. თითოეული ადამიანი უნდა გახდეს თავისი ქვეყნის მოქალაქე. იმიტომ რომ სხვა ბრძოლა ეხლა არ არის. თან რაღაცნაირად განგებამ თითქოს ისე მოინდომა, რომ რაღაცნაირად ყველა მთელი ის ისტორია, რაც ამ ქვეყანამ მთელი ამ ხნის განმავლობაში გაიარა, თითქოს ეხლა გაცოცხლება ხდება ყველაფრის და ის ტექსტები, ის ფრაზები, რაც ჩვენი წინაპრებისგან გვახსოვს და ცოტა გაუბრალოებული იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად მივიწყებული იყო, თითქოს ყველა ფრაზა გაცოცხლდა. მივიწყებული კი არა, რაღაცა სიტყვები ამოგვაღებინეს ლექსიკონიდან. ფუნქცია დაიბრუნა და მთელი ისტორია რაღაცა განსაწმენდელს დაემსგავსა აი ამ მარხვის პერიოდში საქართველოს ცხოვრება, ესე მგონია, იმიტომ რომ ჩვენ ყველა თითქოს გვანახებს რაღაც ძალა, რომ რა იყო ეს ქვეყანა, რა ფასეულობებზე იყო, ვინ გადაარჩინა რეალურად და ვინ მოიყვანა აქამდე ეს ქვეყანა და ერთ რამეს ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაცნაირად მინდა რომ ჩამოვაყალიბო, რომ ბევრ ბრძოლაში გვიწევს დღეს ჩვენ ყოფნა, ჩვენ ვებრძვით დღეს ამ საშინელ რუსეთს, პუტინის რეჟიმს ვებრძვით, რუსულ პროპაგანდას ვებრძვით, ჩვენ საკუთარ პირად ტკივილებს ვებრძვით, რომელიც ცხოვრება სამწუხაროდ გვივლენს ხოლმე და ესეც ემატება ამ ყველაფერს და ყველაზე მთავარი რაც არის ჩემთვის და ყველაზე რთული ამ ბრძოლაში არის ჩემი თანამოქალაქეებთან ბრძოლას ვერ დავარქმევ, სურვილი იმისი, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს სხვანაირად ფიქრობენ, რაღაცნაირად მინდა რომ ამ ადამიანებს რაღაცნაირად არ ვიცი გავაგებინო, ავუხსნა რომ დრო მოვიდა იმისი, რომ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რაც თქმა უნდა ჩვენ საზოგადოებაზე ვსაუბრობ მე და არა იმ რაღაცა ხუნტაზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ მართავს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ყველაზე რთული ბრძოლა ჩემთვის, ხო ბევრი ბრძოლები მაქვს, არის აი ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მინდა რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩემი ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ და ჩვენი ახლობლები არიან, იმიტომ რომ ბევრი არა ვართ, ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, რაღაცნაირად სხვანაირად დაფიქრდნენ და უბრალოდ დადგნენ ჩვენს გვერდზე. აი ეს არის ჩემი ტკივილი და მე იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად შევკრავ ამ ყველაფერს და ყველას გავიმარჯვებთ. ამის იმედი მაქვს. სხვანაირად არ შეიძლება. ნინო, უკაცრავად გამიგზავნა სიტყვა. თითოეულმა ადამიანმა უნდა ყველაფერი გააკეთოს. ძალა უნდა იპოვოს, რომ თლიანად გაერთიანდეს ეს ერი. ხო, ეს დღევანდელი დღე ისე თქვა მინდა და აუცილებლად რომ არის ის რომ ჩვენ თქვით რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ჩვენს ქვეყნაზე აღარასდროს აღარ ვამბობთ რაც იყო რომ ჩვენი უფროსი თაობა გონებოდა რომ ჩვენი იმედი გვაქვს არა ჩვენი თაობის იმედი გვაქვს და ჩვენ ქვეყანას ჩვენ ვარქმევთ სახელს ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხართ და ყოველი თქვენი ბგერა, ყოველი თქვენი დაწერილი ნოტი და ხმამაღლა ნათქვამი, აი არ ვიცი, ჩემ გულშია და ყველას გულშია და ამიტომ ეხლა ეს კლიპიც კიდევ ერთი ისეთი მალა მოიყო თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომელიც ძალიან გვჭირდება მთელ საზოგადოებას. ძალიან ქართულია და ამავე დროს ძალიან სხვადასხვა ერის სულიდებს შიგნით, იმიტომ რომ ჩვენ ნაწილი ვართ. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, მშვიდობიან დღეს და გამარჯვებებს და დავემშვიდობოთ. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად აი ამ რთული ცხოვრებისა, რომელიც სამწუხაროდ გვაქვს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღარ ვიცი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაღაცა ამას მგონია, რომ კარგი მოყვება. მაინც პოზიტიური შუადღე გამოგვივიდა, იმიტომ რომ იმედის ნაპერწკალი, რომელიც მართლა
გვაქვს ამის მიზეზი რომ გქონდეს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი საზოგადოება ვართ, რომლებმაც სოლიდარობა გქონდა, მაგრამ ეხლა კიდევ უფრო ვისწავლეთ და რაღაცნაირად ბევრნი ვართ, მრავალფეროვანები ვართ და ძალიან შემოქმედებითი ვართ. ჩვენ დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, ორშაბათამდე გემშვიდობებით გადაცემდა, მაგრამ ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე შევხვდებით და კლიპს გიტოვებთ კიდევ ერთხელ. Ღმერთი წყალს აპურებს მედდა